7 აგვისტოს შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ივანიშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა. უამინდობა აჭარაში შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია. ძლიერი ქარის გამოთვით ფრინავს ბათუმის აეროპორტში დაჯდომა გაუჭირდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. უხვინალეკი დასავლეთ საქართველოში 21 სექტემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. მარნეულში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. მარნეული ნიუსის ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი ირანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანას შეეჯახა. შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. 15 წლის ბიჭზე ძალადობაში ბრალდებული ხატია ვიბლიანი ბულგარეთში იმყოფება. მკლავჭიდელი მსოფლიო ჩემპიონატზე სასამართლოს ხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათში გაემგზავრა. მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარიანი გირაუ აქვს შეფარდება. რუსეთის საჰაერო ძალების 3 რაკეტმზიდი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა იქ 12 წუთის განმავლობაში იფრინა. ინფორმაციას ესტონეთის მთავრობაშიც ადასტურებენ. პოლიტიკოს ცნობით რუსული გამანადგურებლების ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა ნატოს აღმოსავლეთ საზღვარზე სერიოზული ესკალაციის მიზეზი გახდა. ჰავაიზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი კილაუია ისევ ამოიფრქვა. ვულკანი 23 დეკემბრიდან პერიოდულად იღვიძებს.